როგორ მომნატრებია სოფელი მოვედი და ეხლა უკვე 2 წუთში სახლში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ესე იგი ისეთ შეცვლილი მეჩვენება ყველაფერი, რომ ვაფშე ვერ ვცნობ აქაურობას. გადა ეს არის რა. გადამწვარია უკვე ხეს ერთი ფოთოლი აღარ აქვს გარჩენილი. სამთარია და აბა რა იქნება. მე რო წავედი სიმწვანე იყო უფრო რა თქმა უნდა და ვაიმე ისე მოჩანს ყველაფერი. ისე უცებ ჩამოვედი, ვერც კი გავიგე გზავრობა. ანუ გზაში არ მიძინია, მაგრამ ძალიან უცებ ჩამოვედი. ხო და ეხლა მივალ და რექსი რამხელა სახლი ქონია რექსას. ეხლა არის საღამოს პირველის ნახევარი და ესე ფეჩთან ვზივარ და ვთბები. რა კარგია აქაურობა. აი სულ 2 თვის წასული ვარ. ნუ ცოტა მეტი. ოქტომბერში წავედი, 15 ოქტომბერს წავედი და 25 ნოემბერია. ნუ 2 თვეზე ცოტათი მეტია, 10 დღით მეტი და თითქოს ხო ძალიან მოკლე დროა, მაგრამ ისე მომნატრებია აქაურობა. სოფელში რომ ჩამოვედი, ვაფშე შეცვლილი დამხვდა თითქოს ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ მე რო წავედი, სულ სიმწვანე იყო და სულ მაინც ახლა ზაფხულის პერიოდი იყო რა, ასე თუ ისე შემოდგომა, ნუ ხო და რო ჩამოვედი, ყველაფერი დამხვდა, გადაპუტული, ანუ ხა ზამთარია რა თქმა უნდა და ხეებს ფოთოლი საერთოდ არ აქვს გარჩენილი და მთელი ეს გზები მოჩანდა, გადატიტულებული იყო ყველაფერი და რომ მოვედი სახლში და პირველი ძაღლს გამოველაპარაკე, მერე ჩემი ძმა გამოვიდა, მერე ბებია დამხვდა და ბებიამ როგორ შემეგება, იცით? ანუ ესე იგი აი მეხუტება, მეფერება, მაგრამ მერე მამა ჩემი ეკითხება, რომ ვინ არისო, იცანიო? ხო და მერე გამწია შუქზე და ვაიმე ბაჩო მოსულაო და მერე კიდე გააგრძელა ესა რა ქვია, კოცნა და მოფერება. ანუ თავიდან ვერ მიცნო, მაგრამ მაინც მეხუტებოდა და მეფერებოდა და მერე რომ მიცნო, უფრო მეტად ჩამეხუტა. ხო, მოკლედ, ჩემი ბებო არის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ნუ მამის მხრიდან ბებიას სამწუხაროდ ვერ მოვესწარი და არ ვიცნობდი, მაგრამ გამიგონია ესე ვთქვათ მონაყოლიდან, რომ მამიკოს მხრიდან ბებიაც იყო ძალიან კარგი ქალი. ხო და დედის მხრიდან ბებია მყავს საოცარი სასწაული. ძალიან ტკბილად და თბილად მახსენდება ყოველი მისი ჩამოსვლა. ნუ აფხაზეთში ცხოვრობენ ბებია, ბაბუა, ბიძია, ბიცოლა, ბიძაშვილები აფხაზეთში ცხოვრობენ და ყოველთვის როცა ჩამოვიდოდა სულ ესე იმხელა გზიდან ჩამოიტანდა სუნკებს, მანდარინი, პორტოხალი, ლიმონი, აჯიკა. შანსი არ იყო რომ ესენი არ წამოეღო ხოლმე და ესე ტაქსით მოვაკითხავდა ხოლმე სახლში და ბებია როგორ ახარო და აი ძალიან თბილად მახსენდება თითოეული, ანუ ყველაფერი კარგი მახსოვს ბებიასგან და ეხლა ძალიან მოხუცდა რა. ძალიან ცოტა ისაქნა რა, ანუ სიბერემ შემოუტია ცოტათი და აი იმ სიყვარულს და იმ სითბოს გამოხატავს, რაც ყოველთვის თან ახლდა. მაგრამ არის ხანდახან მომენტები, რომ რაღაცნაირად ცოტათი დაავიწყდება ხოლმე რაღაცებს ვერ იხსენებს და ეხლაც მე რომ მივდიოდი, მე რომ წავედი თბილისში, მაშინაც აქ იყო ბებია რა. ხო და მერე რო გამოკეთდა, წავიდა აფხაზეთში. ბაბუამ ჩამოაკითხა და წავიდნენ ერთად. ხო და მერე იქ ისევ ცუდად გახდა, ძალიან ცუდად გახდა, ძალიან მოტყდა და რო ჩამოიყვანეს აქ
დედიკო რომ ალაპარაკებდა ხოლმე ტელეფონში, აი უკვე ვატყობდი, რომ ძალიან არეული იყო, ძალიან ავად იყო და ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი, რომ ბებია მენახა და მოვფერებოდი და სიყვარული გამომეხატა მის მიმართ და ეხლა დედაჩემმა რავი ექიმებთან იყვნენ რაღაცეები წამლებს ასმევს ყოველთვის და გამოკეთდა და ეხლა უკეთ არის და ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, ძალიან მიყვარს ბებიკო. ბაბუაც ძალიან კარგი კაცია მართლა, ბაბუა როგორია იცით? ბაბუ არის სიყვარულს გამოხატავს გინებით. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, უყვარს ძალიან ესე რომ ჩამოვა ხოლმე, მოგვიჯდება შვილიშვილებს, ხან მე მომიჯდება, ხან ჩემს მას მოუჯდება და აი ყვება თავის ისტორიებს, ახალგაზრდობაზე, რაღაცაზე, იმაზე, ამაზე, სხვადასხვა რაღაცებს ყვება ხოლმე და აი ეს უყვარს რა შვილიშვილებთან ესე ვთქვათ ახალგაზრდობის საინტერესო ამბების, ისტორიების მოყოლა და ესეც ძალიან მაბედნიერებს. ბაბუაც ძალიან კარგი მყავს. ხო და ძალიან მიხარია, რომ ესენი მკვანან და ესეთი კარგები მკვანან. დედაჩემი არ იყო სახლში, მე რომ მოვედი, აი ბებიამ თქვა, რომ ეხა სხვა ყველაფერს მოველოდი და შენ ჩამოსვლას არაო რა. იმიტომ რომ რამდენი დაველაპარაკებოდი ხოლმე ტელეფონში, ბაჩო და ისე უხარო და მეფერებოდა ტელეფონიდან. ხო და ესე წინა საახალწლოდ ჩამოვედი სოფელში და ისე მიხარია. ხო, რას ვამბობდი, დედაჩემი იქეთ იყო გადასული. გითხარით უკვე რომ დედაჩემის ბიძაშვილი დაიღუპა და დედიკო არ დამხვდა და ესე იგი როგორი მერე მოვიდა რა საღამოს და მამიკო, ჩემი ძმა და ბებია დამხვდა. რაღაცა მომწერა. ლინაკო მომწერა. მე მგონი ლინაკო მომწერა. უბრალოდ დამახოლოვა და მაგის SMS მომივიდა, ეხლა უნდა ვნახო. ხო და რას ვამბობდი, თავისი სამომიგდო Instagram ჯგუფი ლინაკოს ფიფქები და მაგისი შეტყობინება მომივიდა. ხო, მოკლედ მამაჩემი როგორი პიროვნებაა. სიყვარულს ვერ გამოხატავს და მაგაში ალბათ ვგავარ, იმიტომ რომ მე ხო დედაზე და ოჯახის წევრებზე მეტად ვერავინ ვერ მეყვარება და არავინ არ მიყვარს, მაგრამ დედასთან და ოჯახის წევრთან ვერ გამოვხატავ სიყვარულს იმდენად, რამდენადაც მეგობრებთან რა. მეგობრებისთვის ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ მიყვარხარ და საუკეთესო ხარ და ეგეთი რაღაცეები, მაგრამ დედა ხო ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ დედისთვის მიყვარხარ და რაღაცის თქმა რატომღაც მერიდება. ხო, არ ვიცი რატომ, ეგრეა რა, დედასთან უფრო ვერ გამოვხატავ სიყვარულს და ეგრე იყო მამაჩემიც, ეხლა რომ ჩამოვიდა, ხო ძალიან გაუხარდა, ეტყობოდა რომ ძალიან გაუხარდა, მაგრამ უბრალოდ სიყვარულს ვერ გამოხატავს რა. ხო და ჩემი ძმა ალბათ უფრო დედაჩემს გავს მაგაში ჩემი ძმა, რომ აი მთელი დღე ბაჩუკი, ბასუტი, აბა როგორ მიდის საქმეები, რომ მთელი დღე ესე მოფერებით მელაპარაკებოდა და მეხუმრებოდა და მიცინოდა და მთელი დღე აი ესე ძალიან ტკბილად და თბილად მელაპარაკებოდა. დედაჩემი რომ მოვიდა, ეხა იქედან დაღლილი მოვიდა და ესა რა ქვია, ჩავეხუტე, გადავეხვიე, აი დედაჩემი რომ ემიგრაციიდან დაბრუნდა, ესე იგი ისე ცხელა ოთახში ფეჩი რუანთია. ეხლა ფეჩთან რატო დავჯექი არ ვიცი. ისე ცხელა ოთახში რომ ვეღარ ვსაუბრობ. ესე იგი დედაჩემი ემიგრაციიდან რომ დაბრუნდა, ყოველთვის საღამოს დასაწოლად რომ წავიდოდა, იტალიურად გვეტყოდა ხოლმე ჩაოს და გადავკვაცნიდა
ხან ჩემს ძმას აკოცებდა ჯერ და მე ხან მე მაკოცებდა ჯერ და მე ჩემს ძმას და აი ესე შანსი არ იყო რომ ჩვენზე არ ეკოცნა და ისე წასულიყო რა ხო და დასაწოლად ხო და ესა ეგრე ეხაც ამაღამ რომ მიდიოდა დასაწოლად გადავკოცნა მე და ჩემი ძმა მე ჩემმა ძმამ გაეხუმრა მამიკოს არ უნდა აკოცო და მივიდა მამიკოსაც აკოცა და აი ესეთი როგორი ბედნიერი ვარ აქ ყოფნი აი აქ რო ვარ რა ვიცი რაღაცა სასწაულია დღეს ვამბობდი რომ წყალი შემასხით მე მგონი სიზმარში ვარ თქო ხო და აი ესე მოკლედ აქაურობა ისე მომნატრებია თურმე ხო და ესე იგი 30-ში უნდა მემუშავა უკვე ანუ 30-ში დილას ვაპირებდი წასვლას რომ საღამოს უკვე სამსახურში გავსულიყავი მაგრამ მეორე თანამშრომელი გადააბავს ანუ ერთ დღეს მე რომელიც უნდა მემუშავა ჩემნაცვლად იმუშავებს და მენეჯერმა მომწერა რომ ანუ მე დავწერე პირველმა რომ მეთქი რა კარგია სოფელი თბილისში აღარ მოვდივარ თქო ხო და აუ სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს აქ ხო და მენეჯერმა მომწერა მე რომ ესა 31-ში იმუშავე საღამოს მენაო ხო და უпросторет 31-ში პირველიდან 10-მდე მოდიო რა ხო და მეთქი ძალიან დიდი მადლობა თქო და ბოდიში თქო რომ ბარემ 31-ში დილას წამოვალ სოფლიდან თქო და 12 საათზე ვიქნები თბილისში თქო უცებ ჩანთას დავტოვებ სახლში და ეგრევე გამოვარდები სამსახურში თქო ანუ 2-ზე მოვალ თქო რა ხო და აი ესე ბედნიერი ვარ რომ დღეს არის 26 27 28 29 30 ანუ მთელ 4 დღეს გავატარებ ჩემს სახლში აი აქ და ძალიან მიხარია აი ეს ამ დღეს გავატარებ აქ და უბრალოდ ერთი ის არის რომ კი სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს აქ იმიტომ რომ მონატრებული ვარ რაღაცნაირად ოჯახთან ერთად შეხვედრას იმიტომ რომ 2 წელია უკვე მე და ჩემი ძმა ხვდებოდით ხოლმე ახალ წელს და ის წინა წლები ანუ 3 წლის წინ 4 წლის წინ ახალ წლები რომ მახსენდება აი ესე რა მახსენდება იცით მე გოზინაყისთვის ნიგოს ვჭრიდი გოზინაყს ვაკეთებდი ხოლმე დედა ჩემი იქ ქათამს წვავდა ხაჭაპურს აცხობდა მამა ჩემი ძირითადად ოსტრს აკეთებდა წვნიანს რაღაცას ეგეთებს ხორცს ჭრიდა მამა ჩემი ხო და აი ესე ფუსფუსებდით ხოლმე მთელი ოჯახი სამზარეულოში მერე უკვე 12-ის ნახევარზე ერთიანი ძალებით გავშლიდით სუფრას ზოგი სამზარეულოში დავალაგებდით თეფშებზე საჭმელებს ზოგი იმას გაიტანდა ზოგი ამას გაიტანდა ხო და აი ესე ახალ წელს თან ტელევიზორს ჩავთავდით რაღაცა კონცერტები და რაღაცები ხო გადიოდა ტელევიზორში 12 საათზე გავიდოდით ერთად ფეიერვერკებით დავტკბებოდით მერე შემოვიდოდით მივუჯდებოდით სუფრას დავლოცავდით ერთმანეთს მერე მიდიოდა ემიგრანტებთან და სანათესაოსთან გადარეკვები ტელეფონის საშუალებით ერთმანეთზე მილოცვები და აი ეს მონატრებული მაქვს იმიტომ რომ როგორც გითხარით შარშან მე და ჩემი ძმა გავდიოდით ამ პროცესს რომ აი ეგრევე როგორც კი გარეთ გავიდოდით და ფეიერვერკების ყურებით დავტკბებოდით სახლში რომ შემოვიდოდით და პირველ ჭიქაღვინოს ჩამოვასხავდით ეგრევე ურეკავდით დედას მამას და აი ესე ვულოცავდით და მერე ვსვავდით და ვჭამდით მოკლედ და აი ესე ოჯახის სრული შემადგენლობით ახალ წელს უკვე არ შევხვედრილვარ 2 წელია მესამე წელია ხო და სიამოვნებით შევხვდებოდი მაგრამ ნუ არაუშავს მიხარია რომ აი ესე 4-5 დღით რომ მოვახერხე ჩამოსვლა მიხარია და
აი ეს ღირდა ეს ყველაფერი ამათ, ანუ მოცდა ღირდა ამ დღედ. ხო და დედაჩემის გამომცხვარი პიცა დამხვდა, რომ მოვედი ღუმელში შევათბე, ფეჩში შევათბე, მივირთვი, მერე საღამოს რა ქვია, ქლიავის ჯემის ჩაი გავაკეთე, ანუ ცხელწყალში გავხსენი, კამფოტი იყო, მისი კომშის კამფოტი იყო გახსნილი, რომელიც მე და დედიკომ მოვამზადეთ, მე დავჭერი კომში, დედაჩემმა მოამზადა, მე მოვხუფე და ესე მერე კომშის ისინი ნაყოფი გადმოვიღეთებს, ჭამე, პიცას, ჩაი დავაყოლე და ესე როგორ მომნატრებია ეს პროცესი, არ ვიცი, ესე მოკლე დროში თუ ესე მომენატრებოდა აქაურობა და თუ დავტკბებოდი აქაურობით არ მეგონა, თუმცა არის ერთი მომენტიც, რა ვიცი, ძალიან როცხელა ოთახში მაგის ბრალიც არის და კიდევ იმის ბრალიც არის ალბათ, რომ მივეჩვიე, ანუ ყველაფერი ხო მიჩვევაზეა. აქ რო ვიყავი სოფელში, როცა მინდოდა მაშინ ვიღვიძებდი, მაშინ ვიძინებდი, საქმეს მე არ ვაკეთებდი, სწავლით მე არ ვიკლავდი თავს და ესე ვცხოვრობდი უსაქმურად და თბილისში რო ჩავედი, ასე თუ ისე ხომ მივეჩვიე, ეხლა რო დილას გავიღვიძებ თუ არა ეგრევე 1 საათში, უნივერსიტეტში გავიდი ვარ, მერე სამსახურში, სულ მოძრაობაში ვარ, სულ რაღაცის კეთებაში ვარ და აი ყველაფერში გადის დრო და აქ რო ჩამოვედი, ხანდახან შემომიტევდა ის პროცესი, რომ აი ვერ ვისვენებდი შინაგანად რაღაცის, აი შინაგანად რაღაცის კეთება მინდოდა და არ ვიცოდი რა მექნა. ხო, აი ესეთი იყო დღევანდელი დილა და საღამო. ხო და ხვალაც გადავიღებ რაღაცებს, ხვალ სკოლაში მინდა გასვლა, მასწავლებლებს ვნახავ, კლასელები არიან ჩამოსულები, მაგათაც ვნახავ, საახალწლო კონცერტი ტარდება, რაღაცა დავესწრები, გავერთობი და აი ესეთი იქნება ხვალიდელი დღე. ეხლა წავედი, ჩავწვევი თბილად, ჩემ ფისოს წავიყვან, აი ჩემი ფისო გაოცებული ვარ ხალხო, ჩემმა კატამ გამაგიჟა მართლა. ანუ კატაც ხო არანაკლებ მენატრებოდა, ანუ ძალიან მენატრებოდა ჩემი ფისოც და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიხუტებდი. მაგრამ არ მეკარებოდა, გადავერიე. ჩემკენ ვერ გამოვახედე კატას. აი არ ვიცი ეს რისი ბრალი, ალბათ რომ მივატოვე, ცხოველები ხო ძალიან განიცდიან მიტოვებას, იმიტომ რომ ჩვენთვის თუ ანუ მაგათთვის უფრო ნელა გადის დრო, ესე ვთქვათ, ვიდრე ჩვენთვის რა, ანუ ჩვენი ერთი დღე მაგათთვის არის 10 დღე, რაღაცა ეგრე რა. ხო და მე რო ეხა 2 თვე წავედი, მაგისთვის ეს 2 თვე უდრის 1 წელს. ხო და ვფიქრობ, რომ ძალიან დაწყენია თქო, რომ მივატოვე, იმიტომ რომ სულ ლოგინში მეწვა, სულ ეფერებოდი, სულ ყოცნიდი და აი რომ მოვედი, ვერ მიმიღო რაღაცნაირად, გადარეული ვიყავი. კატას ვეტაკე ეგრევე ავიყვანე და ისეთი ღუნღულა, ზაფხულში ისე სუსტია, თანთმებიც ვივა, გაპუტულია და აი ზამთარში ისე ჩაღუნღულდება და ჩაფუმფულდება, რომ ზამთარში მიყვარს ყველაზე მეტად. თან სიცივეროა ზამთარში, ლოგინში შემომიწვება ხოლმე საბანში და აი ესე ფეხებში დამიწვება. ხო და ვერ მიმიღო რაღაცნაირად ვერაფრით, ამოვიყვანდი, მოვეფერებოდი, ზურგს მაგცევდა რაღაცნაირად, არც ჩემკენაც არ იყურებოდა, საერთოდ ვერ იმასვქენი, ამოვიყვანდი, ჩავიდოდა, წავიდოდა და რაღაცნაირად აი ესე გაბუსული იყო, ეტყობოდა, რომ თვალებში ეტყობოდა, რომ გაბუტული იყო რაღაცნაირად ჩემზე რა, პატარა ბავშვი რო გაიბუტება ისე, მართლა არ ვიცი რატო. მაგრამ მე იმდენი ვეფერე და იმდენი ვკოცნე, რომ
რაღაცნაირად შემომეჩვია მე რომ წამოვწექი ლოგინზე მდივანზე დავიწვინე გულზე და ვეფერებოდი ხო და ახლაც ლოგინში წავიყვან და ჩავიწვენ ისე მიხარია ისე მომენატრა ქაურობა ჩემი ფისო რო რა ვიცი გადავიდი ეხლა წავედი დაღლილიც ვარ, ისა ვიმგზავრე, რომ ვერაფერი ვერ გავიდი, ძალიან მალე ჩამოვედი, ესე საერთოდ არც მიძინია გზაში, მაგრამ ძალიან მალე მოვედი სოფელში რა, მართლა ვერ გავიგე, ისე ჩამოვედი. გზაში თოვდა, თბილისიდან გამოვედით თუ არა, 1 საათში უკვე დაიწყო ნელ-ნელა, ოდნავ მაღლობებზე სითეთრე იყო ეგერ-აგერ რა, თოვლის შემორჩენილი იყო რა, ხო და მერე უკვე ნაზუქებს სადაც ყიდიან, მაგ მხარეში იყო ძალიან დიდი თოვლი რა, თან გზას ხო წმენდავენ და გზა რო გაწმენდილი იყო, ის ტალახიანი თოვლი იყო სულ კუთხეებში მიყრილი გზის პირას ვინებიც ცხოვრობს მაგათ ჭიშკრებზე და ზოგი ჭიშკარი და ზოგი ღობე ნახევრად დაფარული იყო ამ თოვლით და რა ვიცი გადავირიე ხო რავი თითქმის 1 საათნახევარი 2 საათის გზაზე ალბათ საათნახევრის გზაზე სულ თოვლი იყო რა ხო და ესეთი იყო მოკლედ დღევანდელი დღე ალბათ დროებით და ხვალაც გადავიღებ აუცილებლად რაღაცებს აქედან. ესე მოვიკიდებ ზურგზე და მიმყავს ლოგინში. აბა დილამდე